მოვედი, დამხვდა ახალი ბალონი გაზის და არ არის ჯერ მიერთებული, არა აქვს არც შნური, არაფერი, მოკლედ არავინ არ მოსულა, არ გაუკეთებია, არც ხვალ იქნებაო, მოკლედ ზეგ ახალი წლის დღეს 31-ში იქნება, ვინმე არ ვიცი, მოკლედ აი ესე დავრჩი გაზის გარეშე. ეხლა დაიწყო გათენება დილამშვიდობის. მოკლედ დღეს საფიქრალი მაქვს საზრუნავი გაზი უნდა დავტენო სადმე სხვაგან, იმიტომ რომ სამწუხაროდ იქ ახალი დაყენებულია ბალონი. როდის მოვლენ, როდის დააყენებენ, ამ წინას ახალწლად არ ვიცი რაღაცა ჭუმებარება. ხო და ამიტომ ასეთი საფიქრალი გამიშდა. ალტერნატივა, ანუ სადმე სხვაგან. სამსახურის მერე დაღლილი მომიწევს, ახლა ბოდიალი სადღაცას. ხო და ესე, იმიტომ რომ კარტოფილი სტაბილურ კვერცხით მოსახარშია, მოკლედ გასაკეთებელია ყველაფერი. ხო, სამოსვლა ვარ და 12-ის ნახევარზე დავამთავრებთ მუშაობას. დრო არ მექნება, მარტო დილას მექნება დრო. დილამშვიდობის დღეს არის 31 დეკემბერი. დღეს ძალიან დიდი დღე მაქვს მე პირადად დაღლის ამბავში. ჯერ სამსახურში უნდა ვიყო 7 საათი, ახლა არის 7:05 წუთი და 8-ზე უნდა ვიყო სამსახურში და მე რომ მოვალ დავით ესე გეგმავ, რომ ცოტა ხანი, 1 საათი მაინც წამოვწე დავისვენო, რომ ენერგია აღვირგინო და ფაქტიურად ყველაფერი მაქვს გასაკეთებელი. ერთადერთი რაც გავაკეთე, მეგობრებო, ეს არის კარტოფილი და სტაფილო მოხარშე. მოხარშული კვერცხი ჩვენ მარკეტში ავიღე და უნდა გავაკეთო საცივი ტოლმე და გოზინახს ვფიქრობ, არ ვიცი, დღეს წამოვიღებ პატარა თაფლები იყიდება ჩვენთან და ცოტათი ნინგოზე, ერთი მუჭა ნინგოზე ვიყიდი, რომ სიმბოლურად გავაკეთო გოზინახი. ხო, და რაც თავარია კიდევ გუშინი, მოკლედ დღები ამერები, ძალიან ესეთი იმაში ვარ. ხო, დიდი მადლობა მინდა გადაუხადო თათიას, ძალიან დიდი მადლობა თათია. ძალიან გაგვახარე, მე დასვას მართლა. აი, საახალწლოდ მაინც სხვა გზნობაა, როცა მე ხა არა ვარ ისეთი ტიპის ადამიანი, რომელიც რაღაცა ამ მარათონში ებმევა, თუმცა მაინც არის რაღაცა მომენტი, რომ თითქოს რაღაცა გული წყდება, როცა ისე არ არის რაღაც, როცა როგორც უნდა იყოს, მაგალითად თუნდაც სოსოს საჩუქარი. სოსოს საჩუქარი კონკრეტულად ჯერ არ იცის. ანუ შეგავიდე სახელმწიფოდ ანუ ხო მართლა თან ყავა გავაკეთო ჩემი ასე ვთქვათ ზარმაცი ყავა. გუშინ სამსახურმა გაჩუქა საჩუქრები. ხო და როგორც თქვეს, ახლა ვინც უკვე უფრო დიდი ხანია მუშაობს წლები, მგონი ყველაზე უკეთესი საჩუქარი ეს იყო. არ ვიცი, ხა მე ახალი ვარ მაინც ვერ ვიტყვი და ერთი რაც ასე ვთქვათ გამიხარდა
ის არის რომ სხვა ქსელური მარკეტები, ანუ ორინა ბიჭი, ნიკორა და ის რაღაცა არ გამოირჩევა ესეთი ყურადღებით, მოდი ასე ვთქვათ და მართლა დიდი ესა, ასე ვთქვათ, რესპექტი და ლაიკი კარპორს. მართლა დიდი მადლობა კარპორს, იმიტომ რომ მართლა თავის თანამშრომლებზე ასე თუ ისე ზრუნავს რა. იმიტომ რომ არ არის ისეთი საჩუქარი, რომ ეხლა აი გაჩვენებთ. მართალია უკვე იმას ვქენი, გავაცალკევებ, მაგრამ შეფუთვასაც გაჩვენებთ. აი მეგობრებო, აი ეს ყუთში მივიღეთ საჩუქრები. საკმაოდ ისეთი ყუთია დიდი, თან ყავა გავიქეთოთ, დრო მოვიგოთ. ამათ კიდევ უნდათ საჭმელი, გადამრევენ ესენი. ერთი ჩემო ახლა ამ კატების გამო თუ დავაგვიანე. გაიწიეთ. ზობი გაიწიე. გაიწირო დადო. კი არ გაცნობ რა. ხოდა ეხა გაჩვენებთ. მოკლედ ამ ყუთში იზო ხო ეს შიგნით დავტოვე. ეს არის მეგობრებო ულამაზესი, აი ეს სუფრაზე გადასაფარებელი, ანუ სუფრას რო გადააფარებ შუა ზოლი რო კეთდება, ხო იცით? აი ესეთი პომპონჩიკებიანი, ესეთი ულამაზესი გადასაფარებელია. ნაძვის ხეებით, ნახეთ რა ლამაზია. გავს აი როგორც გობელენი კი არა და რაღაც ესეთი მატერია ძალიან საყვარელი, ესეთი წითელი სადღესასწაულო. ეს იყო, ეს ღვინო იყო. შიგნით ღვინოიდო და ახლა გაჩვენებთ სოსოს მივეცი საჩუქრად. მოიწერს ეს აი ესეთი თერმოსი. Merry Christmas აწერია, ძალიან საყვარელი რაღაცაა და მოკლედ ეს სოსოსი იქნება. ხო იქ შეიძლება დარჩევა, ანუ იყო პატარა ვაზა, ნაძვის ხის ფორმის, გამჭვირვალე წითელი და იყო თერმოსი და მე ახლა ისეთი ის არა მაქვს, თორე ხო თან სოსოზე ვიფიქრე პირველ რიგში, მეთქი სოსოს გაუხარდება თქო და სოსოს თერმოსი ეკნება თქო. ამიტომ ეს თერმოსი ავირჩიე და კიდევ იყო ყუთში ახლა გაჩვენებთ. აი ასეთი ნაძვის ხის სათამაშო. და აი რო წავიკითხე, აი კიფცებით გული გამიჩვა. ეს ნაძვის ხის სათამაშო ცხენი კარპურის თანამშრომლებისთვის დამზადდა. წარმოიდგინეთ თან. სოციალურ საწარმო ყოდალაში შეზღუდული შესაძლებლობებისა და სოციალურად დაუცველი პირების მიერ. აი წარმოიდგინეთ, რამხელა ეს არის, აი მართლა უთბილესი საჩუქარი მეგობრებო და აი დიდი მადლობა მართლა. ესეთი
უძვირფასესი და საყვარელი საჩუქრისთვის. მოკლედ, დავკიდე გამოსაჩენ ადგილზე, ნაძვის ხეზე, რა თქმა უნდა. თან ახლა ვჩქარობ, მინდა რომ ჩავეტიო დროში, ეს ამასაც ვინახავ სამახსოვროდ. შევინახავ მე ისეთი ის მაქვს ბილეთებსაც ვინახავ. მოკლედ მაქვს ეს ხო, და კიდოს ჯერჯერობით ხო და გუშინ გავრეცხე სუფრა, შეატყობდით რომ აქ ის არის სუფრა მოხსნილი და გარეცხილია. მოკლედ ის გაშრება მთავარია დღეს რომ მოვალ დავიშედო და სავარაუდოდ ესე 6 საათიდან 12-მდე უნდა მეყოს დრო. ხო. უი მეგობრებო, გაზზე რა დავემართა. მივედი, დიდი სამბით ეს გაზის ბალონი მივიტანე. და დამხვდა, ესე იგი, არ იყო გაზი რა, მოკლედ რომ ვთქვა რა, არ იყო გაზი, ახალი ცისტერნა იყო და დაყენებული რა და დადგმული, რომელიც ჯერ არ იყო მიერთებული თავისი ახალი აპარატით, აი რომელიც მრიცხველი და რაღაცა რომელიც ითulis რა, რამდენი შავიდა და რა თანხის, ხო? და წესით გონი გუშინ უკვე რა ვიცი თქვენს რომ შეაერთებენ და მოკლედ დღეს არ ვიცი იქნებიან თუ არა. სხვა გზა არ მქონდა და ვიყიდე ისა 35 ლარად ორკამფორიანი ელექტრო ისა პლიტა. და საკმაოდ ახლა კარგად მუშაობს, ანუ სწრაფად აწყდებს რაღაცა, ახლა გაზი მაინც სხვა არის, არეგულირებდა ის, მაგრამ ცეცხლზე გაკეთებული სხვა რაღაცა, მაგრამ ვფიქრობ, ხო სიჩქარეები აქვს და ვფიქრობ, მოახერხებს თავის საქმეს, გააკეთებს ეს ყუთი. თათი, აი უდიდესი მადლობა მართლა. შენ რო არა მართლა, აი ხელფეხი მქონდა შეკრული. მინიმალური რაღაცებს ნაშვებოდი, აი რასაც გვევაკუციცებდი ყველაფერს და აი რაღაცა ეს ტვირთი რომ მომიხსენი, აი არ ვიცი, ძალიან დიდი მადლობა და გუშინ კიდევ ჩავირიცხა დაღაებად რა ქვია, ნინომ, ჩვენმა ნინომ, ანუ ჩემ დაიკომ არა, ჩვენმა ნინომ, ვინც ეს ონკანი ცხელი წყლის პრობლემა რომ მოგვიხსნა სააბაზანოში და სამზარეულოში, ტაფები და მოკლედ უამრავი საჩუქრები რომ აქვს გაკეთებული. ხო და ძალიან გული გამიქვა რა, აი მართლა რომ ამ საახალწლოდ ვიღაცას რო ახსოვხარ, ძალიან ძვირფასია. არიან ადამიანები შეიძლება ახსოვხარ კიდევაც შეიძლება ფიქრობენ, მაგრამ ისე გაჭირდა მეგობრებო ცხოვრება, რომ ხალხს ზოგს ისე უჭირს, რომ თავისთვის ძლივს ახერხებენ რაიმეს გაკეთებას, არამც თუ სხვა საჩუქარი გაუკეთონ. და ღვთვა ყველას იმდენი გქონდეთ, რომ საჩუქრებს აქეთ აკეთებდეთ, ხო? თან მეც როგორ მიყვარს საჩუქრების კეთება. ესე იგი ძალიან გული წლება ხოლმე, როცა არ გამომდის, მით უმეტეს მაი მაგალითად ახლა უფრო ისე წელში გამართული რომ ყოფილიყავი რა, ესე კარგად ადრე ჯერ კიდე რომ შემეძლო даже ჩემი პატარა დის შვილებს, ანუ ნინოს ბავშვებზე ვიძახი, ყველას სადითაოდ თან ცოტანი კი არ არიან. ეხლა უკვე 6-ი არიან, მაშინ უფრო ნაკლები იყვნენ. და სადითაოდ საჩუქრებს აუკინძავდი ხოლმე და ყოველ საახალწლოდ ესე ვგზავნიდი ხოლმე. ვგზავნიდი რა, მივდიოდი ხოლმე და ვაძლევდი, გადავცემდი ხოლმე და ახლა აღარ გამომდის, იმიტომ რომ არ გამოდის, ფინანსურად არ გამოდის. ფასებიც აწეულია.
თითო ბავშვისთვის რაღაცა ეხლა შეკრა მინიმუმ 20 ლარი მაინც გინდა და მოკლედ არ გამოდის ხო და ამის გარდა კიდე ვანდას დაბადების დღე აქვს პირველში. იქ დედას მინდა რაღაცა ვთქვათ, თუნდაც მცირედი რაღაცა იქ წინები იქნება თუ რაღაცა შვილებს გავუკეთო, ძმას, მოკლედ რა, აი რაღაცა, სულ აი შინაურებს ძალიან ახლობლებსაც რომ შვილიშვილებს ბოლო-ბოლო აი არაფერი არ არის რა მართლა ეს ხო, გამიხარდებოდა ძალიან, რომ რაღაცნაირად ცოტათი მაინც მივუახლოვდეთ დავემსგავსოთ, რატო უნდა ოცნებობდეს ქართველი ადამიანი მას, რომ ევროპელი იყოს, როცა შეუძლია თვითონ დამოუკიდებლად იყოს წელში გამართული და ისე ქონდეს ანაზღაურება, რომ ხელფასის გამო ევროპა არ უნდადეს. ან ხვდებით ხო რას ვიწახი, ხელფასის გამო უნდათ ევროპელობა, თორე სხვა დანარჩენი ყველამ რო იცოდეს რა და როგორ არის თავკუთ მოგლეჩილი გაიქცეოდა. იმიტომ რომ ძალიან ესეთი დისციპლინა იქ ისე ქართველი ადამიანი მაგას მე მგონი საუკუნეები ვერ მიეჩვევა. ხასიათში აქვს ის კი არა იურიდიულს რო ვსწავლობდი ეს კანონების ისიც კი ქართველი ადამიანებისთვის ცალკე უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ ის მოდელი რაც მოქმედებს არ არის რა ჩვენ ხალხზე გათვლილი. ხო და ესე მეგობრებო მოკლედ ახლა ავტვირთავ ამ ვიდეოს. პატარ-პატარა ვიდეოები გადავიღე სამსახურში, იქ ნებართა თხოვე ახალგაზრდებს კოსტიუმირებული ის ჰქონდათ. მართალია ახლა იქ ქურთუკების გარეშე არ იყვნენ ახლა ჩვენთან კი თბილა, მაგრამ არ გავხდიათ ახლა ეს ქურთუკს ხო არ გაიხდიდნენ მაღაზიაში შესვლის დროს ხო და გადავიღე და ჩავსვავ ამ პატარა ვიდეოებს. Можно, да? Надеюсь, элитный, да? А где Малефисента? О, Буэна, может, киндер Буэна. Ui, როგორ დამავწა. ამ სასაჩუქრ ყუთში კიდე იყო ეს ხა ტკბილის გარეშე როგორ იქნებოდა. ჩემი საყვარელი ტრუფელები. სულ ერთია შეფუთვა, ანუ წითელი იქნება თუ მწვანე თუ ისა, ლურჯი. ტრუფელები კაკაოში ამოვლებულს გიждდებით აქ ფეში ეს დნებას ძალიან გემრიელი რაღაცა და მე თან მიყვარს ძალიან მუქი შოკოლადები. მოკლედ ეს პერგალესის იყო კიდე ამ იმის ყუთი ხო დავდი. შეფუთვაში, ანუ სასაჩუქრ ყუთში. ახალი გაღვიძებული მეგობრებო. კანფეტები გვაქვს. ნორმალურად გვაქვს ასე. კიდე მინდა რაღაცა შოკოლადის კანფეტი, პლიტკები რაღაცა ის დავამატო. მოკლედ ახლა საყიდელი ბევრი არაფერი არ მაქვს. მწვადილები უნდა ვიყიდო ჩვენთან მაღაზიაში. ანუ ეს შეფუთული კინძი და ოხრახუში. არ დამავიწყდეს კიდე რაღაცას ვფიქრობთ ხო ის პატარა თაფლი, რომელიც 6 ლარამდე არის ეს პატარა თაფლები. და მიგოს ალბათ ერთი 5 ლარისას ვიყიდი. ცოტას რა, რომ აი უბრალოდ სიმბოლურად პატარა ლამბაქსი გავაკეთო გოზინაკი, რომ იყოს, იმიტომ რომ ჩვენი ოჯახის ტრადიცია, ესე იგი, ტოლმასაცივი ოლივიე და გოზინაკი. ეს აუცილებლად უნდა იყოს. აი, არ ვიცი რა ეს გოჭები და ესეთი რაღაცები, ინდოურის ხორცი დიდად არ მიყვარს. რაღაცნაირად ახლა ის რო არის რა ხალხი ინდოური რაღაცა ჩვენც რო ოჯახში გქონდა ანუ დედამ რო იყიდა არასოდეს არ იმაშვებოდა ამ ინდოურს და ერთხელ აინტერესებდა და ისე არ მომეწონა რომ მეთქი არ დამანახოთ ინდოური ხო ხო და ასევე ეს გოჭის ამბავიც იყო რა რაღაცნაირი
თავისებური სუნი აქვს რა ამას გოჭის ხორცს და არ მომწონს რაღაც ზიზღის გრძნობა გამოჩნდა. ხო მეგობრებო ბაზარში რო ვიყავი ანუ ბაზარში მომწია რაღაც ახო ნიგოზი რომ მოვიტანე 9 კილო 11 ლარი დამიჯდა მეგობრებო საგიჟეთია ნამდვილი საგიჟეთი ხალხი დადის ვერც ყიდულობს ყველა ვერაფერს ანუ მაგრამ არის ერთი ამბავი ერთმანეთს გადმოულიან აგრესიულები არიან ხმა რა მომიღია ჩუმად ვიყავი მეთქი გავიარო დროზე წავიდე რაღაცა ის არის გეგონება შიმშილი იწყება რაღაცა ისეთი ну არ ვიცი ძალიან არის საახალწლო ბაზრობა როცა აი მართლა სახალისოა რაღაცა ისეთი მაგრამ ჩვენ და რატომღაც სუესია რა რაღაცა ცოფიანები ვდია ძალიან საწყედია მოკლედ ღმერთმა იცექნას რომ ეს ხალხი დალაგდეს დამშვიდეს რა ვიცი უნდა გაჩინოთ მეგობრებო სას ვუკითხავ იმას მე მგონი თქვი კიდე რაც თუ არ მithქვამს მოკლედ განასადმე არის ერი ну ჩვენი ერი ხო იცი ჭავჭავაძის ის რა არის ხო და რა არის ეს რეპიაო მეთქი არა დედა ილია ჭავჭავაძის ის არის და აბა ესეთი ისა აქვსო რა ანუ ну რეპივით არის რა გარეპულს გავს რა რომ წაუკითხე რაც და როგორ მოკვდაო ილია ჭავჭავაძე მეთქი მოკლეს მეთქი და ო რეპერი ყოფილაო მასეო ის პუშკინს ესეთი მოკლე ხო და იმდენი ვიცინე და და არა მეთქი რა რეპერი მეთქი რა მეც ავყევი ამ ხუმრობაში ხო და იმდენი კარგი რეპერი ყავდა მეთქი სოსო მეთქი ისე კაი იქნება ყველა რომ გაეცნო კარგად მეთქი და ყველას ანუ ნაღვაც მოკლედ რეპერები ესეთი ამბები სოსო საჩუქარი ჯერ არ შემიფუთია არაფერი ისეთი რაც უნდა ისეთ ახლა მე ჩავიცმო ფეხზე თმებს დავივარცხნი დამრჩა 9 საათი ამ 9 საათში უნდა ავთვით ეს ვიდეოც მოკლედ კიდევ ეს მერესთვის გადავდე ჩემი ისა ანუ ფულებანკის შეძენა მინდა ოღონდ ჩაიარო საახალწლო ალიაკოთმა იმიტომ რომ მინდა წყდარად გავიდე დრო აი მართლა შეზღუდული მაქვს ეხლაც ვიძაბები თან გესაუბრებით თან იმას ვფიქრობ რომ ეხზე ჩავიწო კიდე ну მოკლედ რა ჩემი რიტუალი მაქვს ის არ დამჭეს ეს არ დამჭეს ხო ლოცვები არ დამჭეს წასაკითხი მწუხელ ესე იგი წამოვხდი მოვედი 12-ის ნახევარზე დავამთავრეთ და მოკლედ დავწეკი უკვე ვიცინებ და გამახსენდა ლოცვები არ მქონდა წაკითხული და წამოვხდი მოკლედ ესეთი ამბებში ვარ ამბობ კარგით მეგობრებო დროებით დაგემშვიდობებით დღეს ვფიქრობ გადავიღებ ალბათ ფუსფუს და რას ვაკეთებ როგორ ვაკეთებ ნახოთ როგორ გამომივა ალბათ სოსოს მოვიშველიებ და ჩემი შეიძლება ოპერატორი იყოს ნახოთ რა თუ დამთავრდება და მოკლედ დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა თათია და ნინო აი უღრმესი მადლობა გაკოცეთ გულებში